თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა. დღეს ოთხშაბათია პირდაპირ ეთერში ბრუნდება გადაცემა კანონი. მე ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი ვარ. თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, რომელიც თინა ხიდაშელმა მინისტრობის დროს შეაჩერა, აღადგენს. ლევან იზორიას განცხადებით, სავალდებულო სამსახური განახლებული ფორმით აღდგება. რა კრიტერიუმებით ხდება დღეს სავალდებულო შემოწმება, რა შემთხვევაში თავისუფლდებიან მოქალაქეები სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან? შეგვიწყებს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის უფროსი გოჩა ხარშილაძე უპასუხებს. მსმენელს კი შეუძლია დაარეკოს ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99 დასვით შეკითხვა სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით და ბატონი გოჩა გიპასუხებთ თქვენს შეკითხვებზე. დიდი მადლობა რომ მოხვედით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოდით თავდაპირველად გადაცემაც დავიწყეთ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინიციატივით. საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან აღქმული იყო თინა ხიდაშელის ინიციატივა და განცხადება, რომ თავდაცვის სამინისტროს აღარ მოხდება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიღება სამხედროების და არა კვოტას აუქმებენ, ესე რომ ვთქვა, დროებით. იყო აღქმული, რომ თითქოს სამხედრო სავალდებულო სამსახური მთლიანად უქმდება. თქვენ მოდით ავუხსნათ კიდევ ერთხელ ჩვენს მსმენელს, რა მოხდა თინა ხიდაშელის ბრძანების შემდეგ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. ეს თემა საკმაოდ აქტუალურია ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში. ალბათ ჩვენი მოქალაქეებიც საკმაოდ დაინტერესებული არიან, ვინაიდან ვერ ვიტყვი რომ წირი აქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, თუმცა აღქმული ნამდვილად იყო ალბათ არასწორად, ვინაიდან უფრო მეტად არ იქნა თავის დროზე ინფორმირებულობა საზოგადოების ფენების. აქ საუბარი ეხება არა სავალდებულო სამსახურის აკრძალვას, როგორც ასეც, ამას სხვა საკანონმდებლო ნორმები და ბაზები არეგულირებენ და ამას ეს ზოგადად თავდაცვის საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია და ეს საკმაოდ პოლიტიკური თემატიკაა. არამედ საკითხი ეხებოდა ძირითადად მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს შიდა ნორმატიულ აქტს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შეჩერებასთან და არა გაუქმებასთან დაკავშირებით. არსებობდა ესეთი ბრძანება თავდაცვის მინისტრის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შეჩერებასთან დაკავშირებით. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თავდაცვის სამინისტროში მომზადებულია და უკვე თუ არ ვცდები ხელმოწერილიც არის ახალი ბრძანება, რომელიცაც აღდგენილია, ანუ გაუქმებულია ეს შეჩერება და აღდგენილია ყოფილი მინისტრის ბრძანება გააუქმა, ესე შეიძლება ითქვას ახალმა მინისტრმა. რა თქმა უნდა, ეს არის შიდა ნორმატიული აქტი, რომელიც შეუძლია შემდგომ მინისტრს საჭიროებიდან გამომდინარე ან გააუქმოს ან ძალაში დატოვოს. გაუგებრობა ალბათ იმან გამოიწვია, რომ ასოცირდება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური თავდაცვის სამინისტროს უწყებაში უნდა იმსახურო მხოლოდ. ანუ რომ განვუმარტოთ სხვადასხვა ძალოვან უწყებებში ხდება ხო სავალდებულო სამსახურის კავშირი. ბატონო, გეთანხმებით, ძირითადად ასოცირება ნამდვილად ასე ხდება და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსთან აიგივებს მოსახლეობა სავალდებულო სამსახურს, არა და კანონმდებლობის შესაბამისად კიდევ რამოდენიმე უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საჯელახსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ახლა დაემატა უკვე ერთი წელიწადია. გარდა ამისა, სავალდებულო კომპონენტი არის ჩართული სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, მხოლოდ კონტრაქტის სახით, ასე რომ ამ უწყებებში გარდა თავდაცვის სამინისტროსა მიმდინარეობს დღესაც კანონმდებლობის შესაბამისად გაწვევები. გაწვევის ეტაპი დაიწყო ხო თუ რამდენიმე დღეში? ეს არის წელიწადში ხდება ორჯერ საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევებია, რომელიც მოიცავს დაახლოებით საგაზაფხულო ეტაპი თებერვლის თვიდან დაახლოებით ივნისის ბოლომდე და საშემოდგომო გაწვევები ეს არის აგვისტოს ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე. გასაგებია, მოდით მივუბრუნდეთ ისა თინა ხიდაშელის განცხადებას, რაც მან გააკეთა. არგუმენტად იყო მოყვანილი ის, რომ ადამიანები კარანტინის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში რომელიმე ობიექტის ყარაულში დგომისას რეალურ სამხედრო უნარჩვევებს ვერ გამოიმუშავებენ და სისტემა არის არაეფექტური. თუ სისტემა არაეფექტურია, თქვენ როგორ თვლით ზოგადად უნდა იყოს თუ არა სამხედრო ყარაულში დგომის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი, როდესაც სამხედრო სავალდებულო სამსახურზეა საუბარი?
და ეთანხმებით თუ არა ყოფილი მინისტრის ამ შემთხვევაში განცხადებას. ეს არის მთავარი არგუმენტი, რატომაც თავდაცვის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელი თვლიდა, რომ არაეფექტური იყო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა. მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ ახალგაზრდა, რომელიც გაწვეული იქნება შეიარაღებულ ძალებში, ეს უწყების მიუხედავად, იქნება თავდაცვით სხვა უწყება, გადის საკარანტინო მომზადებას, რომელშიც შესაძლოა არ იყოს ბოლომდე გათვალისწინებული ის მომენტები, რასაც ფიქრობდა ალბათ მინისტრი და არასრულად, თუმცა ეს ალბათ არ უნდა ყოფილიყო იმის საფუძველი, რომ ზოგადად სისტემაზე ყოფილიყო მსჯელობა, ვინაიდან ესეთი ტიპის სისტემები, როგორც შერეული, როგორც სავალდებულო და საკონტრაქტო სისტემების ერთობლიობა აქვს ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანას, მაგალითად შეიძლება დავასახელოთ შვეიცარია, შვედეთი, შეგვიძლია დავასახელოთ ნორვეგია, სადაც თქვენ გაგიკვირდებათ ალბათ, მაგრამ დაახლოებით 2 წლის წინ ძალაში შევიდა კანონი ქალთა სავალდებულო სამსახურის შესახებ. ანუ ასეთი ტიპის ევროპული ქვეყნებიც კი არ ამბობენ უარს სავალდებულო სამსახურის კომპონენტზე, აქ საუბარი შეიძლება იყოს უფრო მეტად საწვრთნელი პროცესის და შინაარსის გაუმჯობესებაზე. თვითონ კარანტინით მთლიანად ითვალისწინებს, რომ მინიმალურ დონეზე მაინც იყოს მომზადებული აუცილებელი უნარჩვევებით შემდგომ სამხედრო მოსამსახური, მაგრამ სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში ალბათ აუცილებელია, რომ დამატებითი წვრთნები, დამატებითი სწავლებები ამ მიმართულებით და უნდა არსებობდეს და ალბათ სწორედ ეს გახდა ადრეული. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც მიმართულებით მართალი იყო ყოფილი მინისტრი, როდესაც ამბობდა, რომ დაუშვათ არაეფექტურია, თუმცა ის რომ ყარაულში დგომისმენს არაფერს არ აკეთებენ, ეს ამაში არ ეთანხმებით ალბათ. რამდენად არაეფექტური იყო ეს საკითხავი თემა, ვინაიდან თუ არაეფექტურია, მინისტრს ჰქონდა და ხელმძღვანელობას ზოგადად, არა მარტო თავდაცვის, არამედ ნებისმიერი სამინისტროს ძალოვანი უწყების ხელმძღვანელს აქვს იმისი ბერკეტები, რომ გახადოს ეფექტური ეს საწვრთნელი და თვითონ სამსახურის პროცესი. ანუ უფრო დაიხვეწოს, გართულდეს, გაიზარდოს მოთხოვნები და ეს მათი პრეროგატივა არავინ არ ზღუდავს. ამის გულისთვის ხომ არ შეიძლება გაუქმდეს ზოგადად ეს ნორმა, ხო? მოდით მსმენელია პირდაპირ ეთერში, მე შემდეგ განვაგრძოთ ჩვენ საუბარი, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. სამწუხაროდ არ დაგველოდა მსმენელი, იმედია გადმორეკავს და გაგვესაუბრებთ. თქვენ ახსენეთ ევროპული გამოცდილება, ევროპის რამდენიმე წამყვანი სახელმწიფო დაასახელეთ, სადაც არსებობს შერეული სისტემა სამხედრო სამსახურის. თუმცა აქ არის მთავარი შეკითხვა. სისტემა ერთგვაროვანი შეიძლება იყოს ორივე ქვეყანაში, მაგრამ ის პროგრამები, რომლითაც ხდება ამა თუ იმ ქვეყანაში, რამდენად არის დიდი აცდენა. თუმცა სანამ შეკითხვაზე მიპასუხებთ, მოდით მსმენელს მივცეთ საშუალება, რომ დასვა შეკითხვა, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, შურო მაინტერესებს. დედის ერთა ბიჭები თუ უნდა წაიყვან ჯარში და გარდა მაგისა, თქვა თბილისელია, თბილისში იქნება ჯარში თუ სხვა ქალაქში გააგზავნიან. კი ბატონო, დედის ერთა და თბილისელი დღევანდელი კანონმდებლობის შესაბამისად დედის ერთას სამხედრო სავალდებულო სამსახური არ ეკუთვნის, მას კანონი ათავისუფლებს ამ ტიპის ვალდებულებისგან, თუმცა ის ვალდებული ემყოფებოდეს ზოგადად სამხედრო აღრიცხვაზე, ხოლო რაც შეეხება ტერიტორიული პრინციპით გაწვევებს, უწყებებს მოთხოვნებიც აქვს ამ მიმართულებით, არის არა მარტო ყაზარმული რეჟიმები, არის ყოველ მესამე დღეს მორიგეობა, რომელიც კომპლექტდება ტერიტორიული პრინციპით და რასაკვირველია თბილისელებს უწევთ სწორედ ეს ტერიტორიული პრინციპით მსახური, ანუ ყოველ მესამე დღეს მორიგეობა. გასაგებია და მიუბრუნდეთ იმ შეკითხვას, რაც მე დაგისვით, თუ გეგმავთ ცვლილებების განხორციელებას და თუ თავდაცვის სამინისტროსთან ალბათ კოორდინაციაში იმყოფებით, თუ იგეგმება რეფორმა ჩატარდეს იმისთვის, რომ უფრო მეტად ეფექტური გახდეს სამხედრო სავალდებულო სამსახური და მხოლოდ არ შერეული პრინციპით არ ვიყოთ მხოლოდ ახლოს განვითარებულ სახელმწიფოებთან, არამედ ვიყოთ იმ პროგრამებითაც, რომელიც დაუშვათ იმ ქვეყნებში არის აპროპირებული. გამეორდები ამ რეფორმის განხორციელება რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის პრეროგატივა არის თავდაცვის სამინისტროს არის, მაგრამ კოორდინაციაში რამდენად ჩვენთვის ცნობილია, რა თქმა უნდა, იგეგმება სწორედ ამას გულისხმობდა ბატონი იზურიას განცხადება დღევანდელი მინისტრის, რომ ჩვენ გეგმავთ სწორედ ამ მიმართულებით გაუმჯობესებას, ადაპტირებას, ამ
შედარებით უკეთესობისკენ ცვლილებებს, იმიტომ რომ სამხედრო მოსამსახური, რომელიც დათხოვნილი იქნება 1 წლის სამსახურის შემდეგ, მაქსიმალურად უნდა იყოს სწორედ იმ უნარჩვევებით აღჭურვილი, რომელიც შემდგომში ჩვენ გამოგვადგება როგორც სარეზერვო ან სამობილიზაციო კომპონენტი. შესაბამისად, სწორედ ამ მიმართულებით მოხდება ადაპტირება სწავლების პროცესების, დამატების წიწნების და ასე შემდეგ, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ არის უწყების პრეროგატივა. თავდაცვის მინისტრმა გააკეთა კიდეც განცხადება, რომ გაიზრდება სრულფასოვანი საწყის მომზადებას გაივლიან, გაიზრდება მათი ანაზღაურება, ექნებათ უქმე დღეების სარგებლობის საშუალება და ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება არბოთ, რაც სამხედრო სავალდებულოს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ახლა დამუშავების პროცესში ალბათ ამაზე საზოგადოება პერიოდულად მიიღებს გარკვეულ ინფორმაციას, როგორც ძალოვანი უწყებებიდან, ასევე ამ სფეროში პოლიტიკის განსაზღვრელი, რა თქმა უნდა, არის საქართველოს პარლამენტი და შესაბამისად ამ მიმართულებიდანაც იქნება ინფორმირებულობა. იგეგმება და სწორი გზა მიმაჩნია, რომ ეს არის, უნდა გაუმჯობესდეს ხარისხი, უნდა შეიცვალოს პროგრამა და უფრო დღევანდელ გამოწვევებს მეტად უნდა პასუხობდეს ეს მომზადება. ვინაიდან კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ მნიშვნელოვანი თემა არის მხოლოდ მსახური დაუშვათ იმ 12 თვის განმავლობაში. აქ მნიშვნელოვანი და საკმაოდ პოლიტიკური კუთხითაც და სახელმწიფო კუთხითაც საკმაოდ მნიშვნელოვანია შემდგომში ჩვენ მივიღოთ ისეთი რეზერვისტი, რომელსაც ექნება უნარი გაუმკლავდეს მინიმალური უნარჩვევები მაინც კონდეს და გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რასაც ზოგადად დაუშვათ სარეზერვო ან სამობილიზაციო პერიოდი მოითხოვს. ამ მომზადებული რეზერვის კომპონენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარგად შერჩეული და ადაპტირებული პროგრამა თანამედროვე მოთხოვნებთან. გასაგებია. მოდით ბატონ გოჩაუკა გადავიდეთ შეკითხვებთან დაკავშირებით, თუ რა ეტაპი უნდა გაიაროს სარეზერვო სამხედრო სავალდებულო სამსახურის დროს ადამიანმა. მსმენელმაც დაარეკა იკითხა დედის ერთასთან დაკავშირებით და ასევე იკითხა ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომ რა პრინციპით ხდება გადანაწილება. ასაკთან დაკავშირებით, მოდით კიდევ ერთხელ ვთქვათ, რა ასაკის ადამიანები ექვემდებარებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურს, რა ასაკიდან ხდება მათი გაწვევა? გაწვევა კანონმდებლობის შესაბამისად იწყება 18 წლის ასაკის მიღწევიდან და მთავრდება სავალდებულო კომპონენტი 27 წლის ასაკის მიღწევამდე. ამ 27 წლის შემდეგ პიროვნება იმსახურა თუ არ იმსახურა სხვადასხვა მიზეზებით, მაგალითად იგივე დედის ერთად გადაერიცხება რეზერვში და უკვე იქ სხვა სფერო არის არეზერვო მიმართულებით სხვა კანონი მოქმედებს. ანუ სავალდებულო სეგმენტი არის 18-დან 27 წლამდე. რა შემთხვევაში თავისუფლდება პირი სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან? საკმაოდ ვრცელია ჩამონათვალი, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული ვალდებულების შესახებ. საქართველოს კანონის 30 მუხლი საკმაოდ დიდ ჩამონათვალს მოიცავს. ეს არის სწავლით, ჯანმრთელობის მდგომარეობით, ეს არის დედის ერთა, არის სოლშვილიანი, არის მღვდელმსახური, არის სოფლის მასწავლებელი ექიმი და ასე შემდეგ. აგრეთვე აქვს საქართველოს პრემიერს კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, რომ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები ან გარკვეულწილად საჭირო საქართველოს განვითარება, მაგალითად სპორტის, კულტურის და ასე შემდეგ გადავადება ამ კუთხითაც აქვს უფლებამოსილება პრემიერს მიიღოს ერთჯერადად. რამდენად ხშირად იყენებს პრემიერი ამ უფლებამოსილებას თუ საკმაოდ ხა დღეს ჩვენ ხშირად ვღებულობთ ამ ტიპის დადგენილებებს, რომლებიც ეხება მაგალითად წარმატებულ სპორტსმენებს, ძირითადად ხელოვნების და სხვა დარგის ესეთ მუშაკებს, რომლებიც 18-დან 27 წლამდე არიან. საქართველოს ნაკრების და ასე შემდეგ ამ პირებს. რეკლამა და რეკლამის შემდეგ დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში და განვაგრძობთ საუბარს ჩვენ სტუმართან ერთად. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი სტუმარია მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის უფროსი გოჩა ხარშილაძე. დაგვირეკეთ ნომრებზე 292 11 88 292 11 89 ან მოგწერეთ მისამართზე kanoni@radio-imedi.gi. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა.
ბრუნდებით პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ დღევანდელი სტუმარია მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის უფროსი გოჩა ხარშილაძე. საუბრობთ სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით. ბატონ გოჩა, მოდით ავხსნათ კიდევ ერთხელ ჩვენს მსმენელს, რა შემთხვევაში გადავადდება სამხედრო სავალდებულო სამსახური, თქვენ თქვით, რომ ეს პრეროგატივა აქვს პრემიერ-მინისტრს და უშუალოდ არის მიზეზები კანონმდებლობით დადგენილი, თუმცა ასევე არის ფასიანი სერვისის სარგებლობის საშუალებაც, ხო? აი, ამ ფასიანი სერვისის შესახებ რო გითხრათ, რამდენი ხნით შემიძლია, მე არ მინდა დავუშვათ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავიარო და შემიძლია თუ არა რომ გადავავადო რამდენჯერმე, თუ შეზღუდვა მხოლოდ ერთხელ შემიძლია ეს გავაკეთო. კი ბატონო, არსებობს ესეთი კანონი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ, რაც ითვალისწინებს სწორედ იმას, რომ თუ ადამიანი გარკვეულ ეტაპზე აქვს მას თავისი პრობლემატიკა და ცდილობს ეს მოაგვაროს, მას შეუძლია ეს გადავადება მოახერხოს ფინანსური, ესე ვთქვათ, საშუალებით, ანუ გადაიხადოს 2000 ლარი და 18 თვით მიეცეს გადავადებით სარგებლობის უფლება. ასეთი უფლებით შეუძლია ისარგებლოს ორჯერადად 25 წლის ასაკის მიღწევამდე. 25 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ კი კარგავს ამ უფლებით სარგებლობის უფლებას და შესაბამისად ხდება მერე გამოძახება სავალდებულო სამსახურში მისი გაწვევის მიზნით. ეს კანონი უკვე დიდი ხანი არაც ძალაშია შესული. რამდენი ხშირად სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები, თუ გვაქვს სტატისტიკა ამ ფასიანი სერვისით ეგრეთ წოდებული? რომ ვთქვა, რომ ხშირად სარგებლობენ, ნამდვილად არ შემიძლია, თუმცა არის საკმაო შემთხვევები ამ კუთხით. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირი არ გამოცხადდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში დაიბარეს და უბრალოდ არ მივიდა და უშოთ ვერ გაიგო რომ დაბარებული იყო. ამ შემთხვევაში რა პასუხისმგებლობები ეკისრება მოქალაქეს? პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მაშინ, როდესაც პირისთვის ან მისი ოჯახისთვის გახდება ცნობილი შეტყობინების მეშვეობით მისი გამოძახება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაზე. ეს შეტყობინება შეიძლება იყოს როგორც წერილობითი ფორმით, ასევე სატელეფონო ან სხვა კომუნიკაციით. აღრიცხვაზე აყვანის შემთხვევაში, როდესაც და ეს ასაკი 17 წლის ასაკიდან ფიქსირდება და საინტერესო, ანუ უკვე მე-11 კლასის მოსწავლეების გამოძახება სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით მომავალი წლის თებერვლიდან დაიწყება. აი ამ პერიოდში ხდება საკომუნიკაციო ურთიერთობების ფორმები არსებობს, რომელიც ივსება პირისა და სამხედრო განყოფილების შესაბამისი უფლებამოსილი მუშაკების მიერ და ამ კომუნიკაციის ფორმას, ეს იქნება წერილობითი, სატელეფონო, SMS შეტყობინება თუ სხვა ტიპის შეტყობინება, ამ ყალიბდებიან ამ ურთიერთობის ფორმებზე. შესაბამისად, როდესაც ამა თუ მაგალითად სატელეფონო შეტყობინება არის იგივე ნიშნულობის მქონე, რაც წერილობითი უწყება, როდესაც ეს განხორციელდება ასეთი შეტყობინება წვევამდელის მიმართ ან მისი ოჯახის წევრების მიმართ ან მისთვის ცნობილი იქნება გამოცხადების თარიღი, აი არ გამოცხადების შემთხვევაში უკვე დგება ეს პასუხისმგებლობები, თუმცა სანამდე ბავშვად ამ სანქციას მიიღებს, ხდება ესეთი მომენტი, როდესაც 3 დღის შემდეგ გამოცხადებიდან უბრალოდ როდესაც არ გამოცხადება წვევამდელი 3 დღის შემდეგ ვალდებულია განყოფილება გადააგზავნოს შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გადააგზავნოს სასამართლოს მიმართულებით, სადაც ადმინისტრაციული კანონი ამ მიმართულებით ითვალისწინებს 1000 ლარიან ჯარიმას. ეს იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიკვეთება პირის არ გამოცხადება სამხედრო გამწვევ კომისიაზე თავის არიდების მიზნით. ანუ ეს მიზანი უნდა გამოიკვეთოს. აი მაგალითად ავადმყოფი ადამიანი, რომელსაც თქვათ აქვს გარკვეული ტემპერატურა, ანუ ფილტვების ანთება და აქვს მას ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა ამ დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში არ იქნება მასზე არანაირი სანქციები გათვალისწინებული. აი როდესაც გამოიკვეთება ის პირობა, რომ მან
კომისიაზე გამიზნულად არ გამოცხადა თავის არიდების მიზნით, მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება საჯარიმო სანქციების ჩართვა. აუცილებლად უნდა კითხოთ მიმართავთ თუ არა ესეთ უკიდურეს ფორმას მიმართავენ თუ არა და რამდენად ხშირად. სამწუხაროდ არის ესეთი შემთხვევებიც, არც თუ ისე ხშირად, მაგრამ არის. 1000 ლარიანი ჯარიმის შემდეგ როგორ ვითარდება მოვლენები ეს? 1000 ლარიანი ჯარიმა არა თავისუფლებს ვალდებულების მოხდისგან პიროვნებას, შემდგომში ხდება ჩვეულებრივად ისე გამოძახება და სამხედრო სამსახურში დაწვა. ანუ შემდეგი გაწვევის დროს მოხდება. არა, იმავე გაწვევაზე შეიძლება ეს მოხდეს. ასევე საინტერესოა რა კრიტერიუმებით ხდება სავალდებულო შემოწმება ადამიანების, რომლებიც უკვე შემდეგ უნდა იყვნენ სამხედრო სავალდებულო სამსახურში. სამედიცინო კუთხით გულისხმობ, რამდენად ეფექტურია ეს მეთოდით, როგორც დღეს მოწმდება. შეიძლება ისეთი რაოდენობის პრეტენზიები და განცხადებები აღარ არის, რაც წინა წლების განმავლობაში ისმოდა შემოწმებებთან დაკავშირებით, თუმცა ერთეულის შემთხვევები მაინც გვხვდება, რომ დაუშვათ არ ქონდა კონკრეტული რომელიმე ორგანო და მაინც გაიწვიეს. შემდეგ მან გაასაჩივრა დაწერა, წერილი დაწერა, განცხადება და როგორც იქნა მოიხსნა სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთეულის შემთხვევები ხდება, თუმცა მაინც ხდება. როგორ ხდება აი თვითონ აი შემოწმების პროცესის რო? დაუშვათ ხშირ შემთხვევაში ჩვენი მოსახლეობა გაწვევას ეძახის გამოძახებას. და ამ დროს ხდება აპელირება რომ გამიწვიეს, არადა სინამდვილეში ხდება მხოლოდ გამწვევ კომისიაზე გამოცხადება და შემდგომში ხდება სამედიცინო კვლევები, ასე რომ სამედიცინო მიმართულებით ეს საკმაოდ დიდი სპექტრია, ამაზე ჩამონათვალით საკმაოდ დიდი, ეს არსებობს ესეთი თავდაცვის მინისტრის 360 ბრძანება, რომელიც ძალიან დეტალურად განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც პირი მიდის სამხედრო სამსახურში, ან პირიქით გადაუვადდება ეს სამხედრო სამსახური. ეს საკმაოდ დიდი სპექტრია და ჩამონათვალი დიდია. ხოლო რაც შეეხება თვითონ სამედიცინო შემოწმების ფორმებს, ეს ბევრს წარმოუდგენიათ საკმაოდ ისეთი კვლევები ფართომასშტაბიანი, აი მაგალითისთვის თქვენ ბრძანეთ რომ დოშტ აკლია ორგანო, თქვათ ელენთა ან აქვს კუჭის სკული. ამ შემთხვევაში თუ პირი ეს ხომ ფარული ესე ვთქვათ პრობლემაა და ეს ვიზუალურად არ ჩანს და ამისი შემოწმებაც წარმოიდგინეთ ხო ყველა დეტალი ასე რომ შევამოწმოთ თავიდან ბოლომდე ამას არც არანაირი სახსრები და არანაირი დრო არ ეყოფა. შესაბამისად თვითონ პიროვნებებს ეკისრებათ იმის ვალდებულება რომ ასეთი ტიპის დაავადებების შემთხვევაში რომელიც უფრო ფარულია წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია და შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულებების მიმართულებით ხდება მათი გადაგზავნა დამოუკიდებელ რეჟიმში აბსოლუტურად და უფრო ღრმა კვლევების ჩატარება, რათა დადგინდეს სინამდვილე ამ შემთხვევაში, მაგალითად აქვს კუჭის სხულის ადგილი ნამდვილად და იმ ცნობაში რაც არის წარმოდგენილი თუ სხვა რაიმე პათოლოგიები არსებობს. შესაბამისად მე ვთხოვ მოსახლეობას, როდესაც არის ასეთი ტიპის პრობლემები და დაავადებები, მათ ხელთ იქონიონ ეს სამედიცინო დოკუმენტაცია, რაც ჩვენ საკმაოდ დაგვეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და სწორედ მინიმუმ დაინტერესებული რომ ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანი იყოს. იმიტომ რომ ეს სამხედრო სამსახური საკმაოდ დამწვრთნელი სამსახურია თავისი შინაარსით, ვარჯიშით და ასე შემდეგ და იქ უნდა იყოს შესაბამისი კრიტერიუმების მქონე ადამიანი გაწვეული. აუცილებლად უნდა გკითხოთ პათოლოგიური დაავადებები ახსენეთ, ორგანო არ აქვს დაუშვათ რომელიმე ადამიანს, ან არ ვიცი რომ რამე დაავადება აქვს, რომელიც არ იკურნება მაგალითად და არის პათოლოგიური, ვის არ ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურს. მისი გაწვევა ხდება პერიოდულად 27 წელს სანამ არ მიაღწევს, მანამდე მაინც ხდება ამ ადამიანის გაწვევა. მუდმივად მეც კი მებადება ესეთი შეკითხვა, რომ თუ ადამიანს არ აქვს კონკრეტული ორგანო, მას ხომ არ გაუჩნდება ეს ორგანო? ანუ რატომ ხდება დამატებით ამ ადამიანის კიდევ ერთხელ დაუშვათ შეწუხება და მისვლა და კიდევ ერთხელ იმის დამტკიცება, რომ არ მაქვს კონკრეტული ორგანო, ან მაქვს პათოლოგიური დაავადება. გეგმავთ თუ არა ბაზის შექმნა, სადაც იქნება ინფორმაცია სრულად ამ ადამიანების შესახებ, ვინც ექვემდებარება დაუშვათ სამხედრო სავალდებულო სამსახურს ასაკის მიხედვით, რომ მოხდეს მხოლოდ იმ ადამიანების გაწვევა, ვინც უკვე ვიცით რომ არ არის პათოლოგიური დაავადება. საინტერესო და სწორი აქცენტებია, მე გეთანხმებით აბსოლუტურად არის შემთხვევები, როდესაც არის შეუქცევადი პათოლოგიები, თუმცა
დღევანდელი კანონმდებლობა სამწუხაროდ ითვალისწინებს ყოველ 3 წელიწადში ერთხელ გადამოწმებას, რასაკვირველია ხო თქვენ რომ ბრძანეთ ფოთო არ აქვს ადამიანს ელენთა ის არ გაუჩნდება ხო? ან სხვა ტიპის ესეთი შეუქცევადი პათოლოგია, ეს რასაკვირველია დახვეწას მოითხოვს, ამაზე რამდენად ჩვენთვის ცნობილია, თავდაცვის სამინისტრო იმ 360 ბრძანებულებაში გარკვეულ ტიპის სრულებებს გეგმავს, ჩვენც საკმაოდ აქტიურად ვართ ამ მიმართულებით ჩართულები, ხოლო რაც შეეხება ბაზას, რაც თქვენ ბრძანეთ, ის ბაზა დღეს არსებობს სამედიცინო მიმართულებით, არის მისი ელექტრონული ფორმაც, არის მისი მატერიალური სახით შენახული ფორმებიც, მაგრამ ჩვენ ეს კარგად ვიცით რომ თქვათ ადამიანს არ აქვს ელენთა, მაგრამ კანონმდებლობის შესაბამისად, რაც ფიქრობ ჩემი აზრით გარკვეული ხარვეზია, ვალდებულები ვართ 3 წლის გასვლის შემდეგ კვლავ გამოვიძახოთ. ამიტომ ამ მიმართულებით რა თქმა უნდა ცვლილებები საჭიროა იმ შემთხვევაში, როდესაც შეუქცევადი პათოლოგიები არის, ადამიანს ერთხელ დაუდგინდა ეს პათოლოგია და შემდგომში მისი გამოძახება რომ აღარ მოხერხდეს. ან ბაზა პრობლემა არ არის, უბრალოდ კანონმდებლობის დონეზე ყავს პრობლემა, რომელიც დახვეწა საჭიროა. კი ბატონო, ალბათ აუცილებლად შეიძლება. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენ დღევანდელი სტუმარი, საკმაოდ ამომწურავად გაგვეცით პასუხი. მე მგონია რომ არ დარჩა შეკითხვა, რაც აინტერესებდა, ან თუ აინტერესებდათ უკვე თქვენთან სამინისტროშიც ხელხაზე ექნება შესაძლებლობა დარწმუნებული რომ გაიარონ დეტალურად ესა თუ ის საკითხი. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენ დღევანდელი სტუმარი, იმეს ვიტოვებ რომ კიდევ არაერთხელ გვესტუმრებით, უკვე რეფორმებს როდესაც ჩაატარებს თავდაცვის სამინისტრო, თქვენ ხართ უწყება რომელიც ამ ყველაფერს ახორციელებს და მოსახლეობასთან აქვს პირდაპირ შეხება. შესაბამისად ხშირ შემთხვევაში თქვენ მოიაზრებით რომ თქვენ მიგყავთ ადამიანები, ვისაც დაუშვათ არ აქვს ორგანო, ან აქვს რამე პათოლოგიური და არა ის რომ თავდაცვის სამინისტროს არ აქვს კანონმდებლობა შემუშავებული. დამნაშავე მოქალაქისთვის თქვენი სამინისტრო და თქვენი უწყება ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად ვექნებით ჩართულები ამ პროცესში, საზოგადოებისთვის შევეცდებით რომ ეს ინფორმირებულობა რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული მაქსიმალური ხარისხით განვახორციელოთ. დიდი მადლობა დღევანდელი წარმატებებს გისურვებთ. მსმენელს კი შევახსენებ, რომ ჩვენ დღევანდელი სტუმარი იყო მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის უფროსი გოჩა ხარშილაძე. საუბრობდით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით. გადაცემა კანონი დაბრუნდება უკვე მომავალ შაბათს სხვა თემით და სხვა სტუმრებთან ერთად. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ჩვენ მზად ვართ პროფესიონალი იურისტების დახმარებით პასუხი გავცეთ თქვენს ყველა სამართლებრივ შეკითხვას.